იქადაგე სიტყვა დაჟინებით დროულად და უდროოდ, ამხილე, შერისხე, შეაგონე მთელი სულ გრძელობით და სწავლებით. ეს არის მოციქულ პავლეს ცნობილი დარიგება ტიმოთეს მიმართ, რომელიც ჩაწერილია მეორე ტიმოთეს მეოთხე თავის მეორე მუხში. ბიბლიური მოთხოვნაა სიმართლის თქმა. მქადაგებლის მთავარი მოვალეობა კი ბიბლიის ღვთის სიტყვის ჭეშმარიტების გავრცელებაა და არა საკუთარი აზრების. და მან ღვთის სიტყვა უნდა იქადაგოს დროულად და უდროოდ, რაც ნიშნავს ყოველთვის. ანუ ქადაგება უნდა იყოს მუდმივი და დაუღალავი, როგორც ხელსაყრელ, ისე არა ხელსაყრელ დროს, როცა ხალხს მოსმენა სურს და როცა არა. სიტყვა ზოგ შემთხვევაში გვამშვიდებს, გვასწავლის და გვანათლებს, მაგრამ ასევე სიტყვა ადამიანებს ერთმანეთთან აპირისპირებს, ამხელს და ასე ვთქვათ, სრულად გააშიშვლებს. ეს მიუთითებს იმაზე, რომ ქადაგება არ უნდა იყოს მხოლოდ სასიამოვნო სიტყვები, ის მოიცავს ცოდვის მხილებას, არასწორი გზიდან შეჩერებას, ესე იგი შერისხვას და სწორი მიმართულების მიცემას, ანუ შეგონებას. ამიტომ, როცა ამბობ ისეთ რამეებს, რაც ადამიანებს გაამხნევებს და ნუგეში მიეცემათ, ამავე დროს აუცილებლად იტყვი ისეთ რამეებსაც, რაც ბევრისთვის ძალიან შეურაცხყოფელი იქნება. და ეს უკვე არაერთხელ მithქვამს, ჩემი საქმეა, რომ რაღაც მომენტში ყველას ვაწყენინო, რადგან როცა ადამიანს ღმერთის მოთხოვნას აჩვენებ და იმ რეალობას, რომ ამ მოთხოვნას ვერ აკმაყოფილებს, ეს შეურაცხყოფას იწვევს. ეს არის ღმერთის ჭეშმარიტების ქადაგების ბუნება და სწორედ ამიტომ პავლე მოციქული პირველი კორინთელთა მიმართ წერილის მე-16 თავის მე-13 მუხში ამბობს: იყავით მამაცნი. რას გულისხმობს ის? იყავით ძლიერი და მამაცი. თუ აპირებს სიმართლეს თქვა და რომელიც იცი, რომ სხვას აწყენინებს, ამისთვის გარკვეული სიმამაცეა საჭირო. ეხლა, ეს სიმამაცე არ არის უბრალოდ ფსიქოლოგიური ან ემოციური სიმამაცე. ის სინამდვილეში გამომდინარეობს აბსოლუტური რწმენიდან, ორ რამეზე დაყრდნობით. პირველი, ეს არის ღმერთის სიტყვის ავტორიტეტი. ერთადერთი გზა, რომლითაც შედიძლია მამაცად ილაპარაკო, არის მაშინ, როცა იცი, რომ ღვთიურ ჭეშმარიტებას ამბობ. ამიტომ ეს სიმამაცე სინამდვილეში გამომდინარეობს ადამიანის დამოკიდებულებიდან წმინდა წერილის მიმართ. მეორე, ის დაფუძნებულია ღმერთის სუვერენულ მიზანზე. როცა აცნობიერებ, რომ შენი საქმე არ არის ადამიანების შეხედულებების შეცვლა, შენი საქმე არ არის ადამიანების გულების შეცვლა და რომ ეს ღმერთის საქმეა, შენი საქმეა განაცხადო ჭეშმარიტება, ეს კი წარმოშობს გაბედულებას. მოკლედ რომ შევაჯამო, როცა გწამს, რომ ყოველი სიტყვა წმინდა წერილიდან ღმერთისგან მოდის და არის ავტორიტეტული და ჭეშმარიტი, და გწამს, რომ ღმერთი არის ის, ვინც სუვერენულად და მძლავრად იყენებს ამ ჭეშმარიტებას ადამიანების ცხოვრების შესაცვლელად, ეს წარმოშობს გაბედულებას. ანუ, წმინდა წერილზე დაყრდნობილი თავდაჯერებული გაბედულება და სიმამაცე, რომ ღმერთი იმოქმედებს ამის მეშვეობით. ამ ჭეშმარიტებას მამაცად და სიყვარულით ამბობ და შედეგებს კი უფალს მიანდობ.